ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი შეგრძნება შვილის გაჩენას უკავშირდება. შემდეგ კი მთავარი მისთვის საიდენტიფიკაციო ნიშნის მინიჭებაა. მშობლებს შვილისთვის სახელი უკვე შერჩეული აქვთ. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მშობლების ნება შვილის სახელთან დაკავშირებით თავისუფალია, თუმცა გარკვეული რეგულაციები აქაც მოქმედებს. შესაძლებელია, რომ ბავშვს დაარქვან ორი სახელი. თუ ვერ თანხმდებიან, მშობელს ერთი სახელი უნდა, მეორეს მეორე სახელი უნდა. დაარქმევენ ბავშვს ორ სახელს. ორზე მეტ სახელს მშობლები ვერ დაარქმევენ. სახელის დარქმევის დროს აკრძალულია პირს დაერქვას სახელად ციფრები, სასვენი ნიშნები, გეომეტრიული ფიგურა, შეურაცხყოფელი სიტყვები. შესაბამისად, კანონით შეგიძლიათ შვილს ლიმონი, მეწყინა, ქიმია ან რონალდო დაარქვათ. თუმცა სრულწლოვან ადამიანს, რომელსაც საკუთარი სახელი არ მოსწონს, მისი შეცვლა შეუძლია. სახელის გადაკეთება მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი. საქართველოს მოქალაქეს, ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირს უფლება აქვს შეიცვალოს სახელი. სრულწლოვან პირს სახელის შეცვლის უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ. პირი თავისი სურვილით ახორციელებს სახელის შეცვლას. სახელის შეცვლისთვის პირმა უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს. რამდენიმე წუთში კიდევ ერთი სიცოცხლე დაიბადება, რომელსაც მშობლები დღევანდელი დღესასწაულიდან გამომდინარე საქართველოში ყველაზე გავრცელებულ სახელს გიორგის ერთხმად დაარქმევენ.